თქვენთვის ადრეა ჯერ ბიზნესი. თქვენ ლუკა იცით ჩემთან მანქანებს რო ყიდის. 14 წლისაა ლუკა და დღეს პროფესიონალია 3 თვე აქაა. შეიძლება ორი უმაღლესი დაამთავროს და რასაც აქ პრაქტიკას მიიღებს, იმას ერთსად ვერაზროს ვერ მიიღებს. Просто ხო არის ინტერესი ლუკა მინდა გავზარდოთ საქართველოში ნომერ პირველი ბიზნესმენი აი ამ დარგში. რისი თქმა მინდა? თუ ვინმე გეტყვით თქვენ რომ თქვენთვის ადრეა თქვენი მტერია. თუ ვინმე გეტყვით რომ აი ეს სამსახური რასაც შენ ახლა ყიდი ან აწარმოებ შენი ხელით აბარებ და წვალობ შრომობ და ვინც გეტყვით რომ აუ ეს შენ არ გიკადრება ისიც შენი მტერია. თქვენ დაიწყეთ საქმე აი ამ ასაკიდან და სირცხვილი საქმის კეთება არცეთი არ არის. ვინც გეტყვის რომ სირცხვილია ზუსტად ისაა შენი მტერი. ერთი რამ არის იცოდეთ. თქვენ იცით რომ ისეთი დაწესებულება არ არის საქართველოში, სადაც 7-8 ადამიანი არ არის პარტნიორი. და მე გესმით რომ ერთი თქვათ სახელს არ დავარქმევ, მაგალითი თქვათ ერთი რაღაცა ჭიქას ყიდიდით მე და შენ და ჩემი პარტნიორი 10 კაცი. და თქვენ გაიგებთ, როცა ღარტაკები ვიყავით, ერთად ვიყავით და ერთმანეთს იმდენად პატივცემდით, რომ უკეთესი არ შეიძლებოდა. როცა ფული შემოგვივიდა, ეს ფული გასაყოფი რო შეიქმნა, მე კულუარებში დაიწყეს საუბარი, რომ მე ვაკეთებ და იმას რატომ მივცე, ან იმას მეტი აქვს და მე უფრო ნაკლები და საიდკენ მიდის ეს იზრდება მე შურისკენ. და ხო გაგიგიათ, ერთი ჭიქას ყიდი და ერთი კაცი და ახლა ყიდის 30. ყველა პარტნიორმა თავიანთვის გააკეთეს და ვერცეთი ვერ შეულოს ფულს, იმდენად დააგდეს ფასი ერთმანეთის ჯინაზე. ან ერთი ქირაობს ქილერს და კლავს მეორეს. თქვენ ბევრი ესეთი მაგალითი მოგისმენიათ და ბევრი წაგიკითხავთ. მე გეუბნებით გელა ვარკალაია, ყოველთვის ეცადეთ რომ პარტნიორი არ ყავდეთ. მარტო შენ დაიწყე. სხვისგან ისწავლე და სხვისგან ნასწავლი შენ გამოიყენე. ჩვენ ხო ლუკასი არაფერი არ გვინდა. ჩემს ხელში ლუკასნაირმა გაიარა დაახლოებით 1000-მა, 2000-მა, 3000-მა. დუბაიში ვცხოვრობ 30 წელია. მე დუბაიში უფრო დაფასებული ვარ ვიდრე საქართველოში. მე თურქეთში უფრო დაფასებული ვარ და დაფასებულია ჩემი შრომა ვიდრე საქართველოში. ყველა ქვეყანაში უფრო დაფასებული ვარ ვიდრე საქართველოში